მეგობრებო, დიდება უფალს შეგვეციოს უფალი მამაზეციერი, სულიწმინდა დიდება უფალს. კარგად მეყოლეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი, ნუბრაზდებით ერთმანეთს. გავაგზავნოთ სახარების შემეცნება. დღეს გვაქვს თავი, მე-20 თავი და ერთი თავი არის დარჩენილი სახარება იოანესი. 21 თავზე მთავრდება სახარება იოანესი. დღეს კი გვექნება თავი მე-20. მე-19 თავი დასრულდა ასე შემოძმებოდა დებო. იქ დაასვენეს იესო იუდეველთა პარასკევის გამო, ვინაიდან ახლოს იყო სამარხი. თავი მე-20. ხოლო კვირის პირველ დღეს დილაუთენია მოვიდა მარია მაგდალელის სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი. გაიქცა და მივიდა სიმონ პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით სად დადვეს იგი. გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე და სამარხისკენ გაემართნენ. ლოდი გადადებული რომ გაიყონეს, გაემართნენ სამარხისკენ. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან და დაიხარა და დაინახა დაყრილი ტილოები, მაგრამ არ შევიდა შიგ. მის კვალდაკვალ მოვიდა სიმონ პეტრეს და შევიდა სამარხში და დაინახა დაყრილი ტილოები. ხოლო სუდარა, რომელიც თავზე ეფინა იესოს, ტილოებთან კი არ იდო, არამედ ცალკე დაკეცილი დაედოთ სხვაგან. მაშინ შევიდა მეორე მოწაფეც, რომელიც პირველად მივიდა სამარხთან და იხილა და იწამა. დიდება უფალს. რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო, ამ მოწაფემ იწამა. რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო და მოწაფეები კვლავ წავიდნენ თავისას, ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა და მტირალი დაიხარა სამარხისაკენ და იხილა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, ხოლო მეორე ფეხით იჯდა და იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს სხეული. ძალიან იოლი წარმოსადგენია ეს ყველაფერი. და უთხრეს მას ანგელოზებზეა საუბარი: ქალო, რად სტირი? გაცა მარიამო უთხრა მათ: წაუღია ჩემი უფალი და არ ვიცი სად დადვეს იგი. ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო. უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი? ვის ეძებ? მას ეგონა მებაღიაო და უთხრა მას: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი სად დადე და მე ავიღებ მას. უთხრა მას იესო: მარიამ. ის შებრუნდა და უთხრა მას: რაბუნი, რაც ნიშნავს მოძღვარს. უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, ვინაიდან ჯერ კიდევ არავსულ ვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: ავდივარ მამა ჩემთან და მამა თქვენთან და ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან. მარიამი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომლებმაც ეს უთხრა მას. ხოლო კვირის იმავე პირველ დღეს, საღამოხას, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახურული იყო, მოვიდა იესო. შუაში დადგა და უთხრა მათ: შვიდობა თქვენთან. ეს რომ თქვა, თავისი ხელები და ფერდი უჩვენა მათ, ხელები მიჭედებული რო ქონდა და ფერდი, სადაც შუბი აზგერეს, უჩვენა მათ, ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით. კვლავ უთხრა მათ იესო: შვიდობა თქვენთან. როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე წარგავლენ თქვენ. ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმინდა. შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმინდა. ვისაც მიუტევებთ ცოდვებს,
მიეტევება მათ და ვისაც დაუტევებთ, დარჩება მათ. ხოლო თომა ერთი 12-თაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპი, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან. სხვა მოწაფეებმა უთხრეს, ვიხილეთ უფალი, ხოლო მან თქვა, თომაზეა საუბარი, თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ლუსნების ნაჭდევს და არ ჩავყოფ ნაჭდევში თიც, ხოლო მის ფერში არ ჩავდებ ხელს, არ ვირწმუნებ. თომას საუბარი. 8 დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები და თომას მათთან ერთად და შევიდა იესო, თუმცა დახშული იყო კარი, მათ შორის დადგა და თქვა, შვიდობა თქვენდა. თომას დაადგა თავს, შვიდობა თქვენდა. მერე კი თომას უთხრა, მოიდა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები და მოიდა შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერჩი. და ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს. მიუგო თომამ და უთხრა მას, უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო. უთხრა მას იესომ, რა კი მიხილე თომა, მიტომ მიწამე? ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ უხილავარ და მაინც მიწამეს. ღმერთმა გვაწამოს, ძმებოდადებო, აპარა. ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ თავისი მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგში. ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა და რათა მორწმუნეს ჰქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით. დიდება უფალს, ძალიან კარგი. და უნდა გქონდეს სიცოცხლე მისი სახელით. ძმებოდადებო, დიდება უფალს, მადლობა უფალს. ერთი თავი დავჭა კიდე და უფლის წყალობით, მერე კიდე რაღაცას გავაგზელებთ უფლისნებით. ამ იოანეს სახარებაში. კარგით, აბა დროებით მიყვარხართ. დიდება უფალს.